თბილისის საკრებულოს, აფხაზეთის მეომართა კავშირსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ყობა ყობალაძემ და აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარემ ანზორ მარგიანმა მოაწერეს. როგორც ღონისძიებაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, მემორანდუმის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ადამიანების 8 წლის დაფასებას ემსახურება. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია. მისი თქმით, მემორანდუმი, რომელიც დღეს გაფორმდა, მრავალმხრივია. დაითვალისწინებს როგორც სახელდების, ასევე სხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვასა და გადაწყვეტილებების მიღებას. მემორანდუმის გაფორმების ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის მეომართა კავშირის მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან ქეცბაია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი ყობა ყობალაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ასევე საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე. მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბექა დავითულიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან ჯაფარიძე, საკრებულოს წევრები, ვეტერანები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მემორანდუმის მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეებისა და დაღუპული გმირების ხსოვნის პატივისცემა, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება და კოორდინირებული თანამშრომლობა. ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის მეომართა კავშირის შექმნისა და საქმიანობის შესახებ ფილმის პრეზენტაციაც გაიმართა. ეს ჩვენი კავშირის და თითოეული ვეტერანისთვის მნიშვნელოვანი დღეა. როგორც მოგესალმება, აფხაზეთის მეომართა კავშირი აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც 1992-93 წლებში იარაღეთ ხელში იცავდნენ საქართველოს ერთიანობას. ამჟამად ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა აფხაზეთის ომისა და კონფლიქტის ხასიათის ჩვენება, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება და მომავალი თავრობისთვის სიმართლის გადაცემა. სამწუხაროდ დროსთან ერთად აფხაზეთის თემა ზოგჯერ აქტუალობას გადადის და ჩვენ ვხედავთ ერთგვარი მივიწყების საშიშ ტენდენციას. ამ მემორანდუმის გაფორმება თბილისის საკრებულოსთან არის უმნიშვნელოვანესი სცენარია, რითაც ვაგრძელებთ დაღუპული გმირების სახელების უკავშირს. დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის აფხაზეთის მეომართა კავშირისთვის, ვინაიდან დღეს ქალაქ თბილისის საკრებულოში ვეტერანთა კავშირმა და მეომართა კავშირმა მოაწერეს მემორანდუმის ხელი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი მეომრების უკდავყოფას, ვინაიდან საკრებულო გეხმარება და ჩვენ გვინდა მადლობა გადავხადოთ როანდელ მოგზაურებს და საკრებულოს ყველა წევრს, თავმჯდომარეს, მის მოადგილეებს და ბატონ ბექა ოდიშარიას. მეომართა კავშირმა აფხაზეთის ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად და საკრებულოსთან ერთად გააფორმა მემორანდუმი, რათა გავაფართოვოთ ჩვენი ძალისხმევა იმისათვის, რომ უკდავყოთ დაღუპული მეომრები, რომლებიც 90-იან წლებში დაიღუპნენ და სამწუხაროდ საზოგადოებისთვის შედარებით მივიწყებულნი არიან. ამ მხრივ ძალიან დიდი ძალისხმევა აქვს საკრებულოს გაწეული, მინდა მადლობა გადავუხადო განსაკუთრებით სახელდების კომისიას, ლევან აბაშიძეს, ბატონ ზურაბ აბაშიძეს ბუნებრივია დღევანდელი ღონისძიების თანადგომისათვის. ამ თემის აქტუალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ჩვენთვის, განსაკუთრებით ალბათ მომავალი თაობისათვის. დღეს მოხდა საკრებულოში სამხრივი მემორანდუმის გაფორმება აფხაზეთის მეომართა კავშირს, ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და თბილისის საკრებულოს შორის, რაც ითვალისწინებს ჩვენი გმირების სახელების უკდავყოფას და უფრო მეტ ჩართულობას საზოგადოებაში ვეტერანების ინტეგრაციის თვალსაზრისით. დღეს მნიშვნელოვანი დღე იყო აფხაზეთის მეომართა კავშირის ინიციატივით თბილისის საკრებულომ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა დადეს სამხრივი მემორანდუმი, სადაც იქნება სისტემატურად უკდავყოფა ჩვენი გმირების, აფხაზეთში დაღუპული გმირების. ეს არის უმთავრესი საქმე, რომელიც დღევანდელ დღეს ჩვენ გავაკეთებთ. მომავალში სხვა აქტივობების დაიგეგმება, არის უკვე რაღაცა ინიციატივები ჩვენი გამგეობის მხრიდან.